როდესაც მთელი კაცობრიობა აღფრთოვანებულია ჩვენი ხალხის ბრძოლით თავისუფლებისაკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ დიაგნოზს იმის თაობაზე, თუ რა გვჭირს და საით მივდივართ. უნდა ითქვას სათქმელი პირდაპირ, რომ თავს მოხვეული ტირანული დიქტატურა, რომელიც მძვინვარებს საქართველოში, არ არის მხოლოდ შიდა მოვლენა და იგი განპირობებულია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ანექსიით, რომელიც განახორციელა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2012 წლიდან. დიქტატორი ივანიშვილი და ქართული ოცნება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კრემლის კომენდანტურას, სამხედრო და სამოქალაქო მოღალატეთა ჯგუფს. ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე დაუყოვნებლივ გაიტანონ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს პოლიტიკური ექსპანსიისა და კოლონიზაციის შესახებ გამომდინარე ყველა საერთაშორისო სამართლებრივი შედეგით კოლონიზატორის მიმართ. მაგრამ არსებობს მწარე რეალობა, ეს რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ბოლო 2 საუკუნეში მესამე დაბრუნდა საქართველოში როგორც კოლონიზატორი, რომელმაც მოახდინა მანამდე 20% ტერიტორიების ოფიციალური აგრესია და ოკუპაცია, ხოლო დანარჩენი 80% პოლიტიკური ანექსია განახორციელა მოღალატე ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელით. სახელმწიფოს აორთქლებით და მოსკოვის ლომბარდში დაგირავებით, ეს ყველაფერი განხორციელებულია მოსკოვის პირდაპირი მმართველობის ქვეშ და მთელ ამ პროცესს კურირებს პუტინი, ბორტნიკოვი, ნარიშკინი და დანარჩენი სპეცსამსახურების შესაბამისად.